გამარჯობათ, მოგესალმებით ჩემო არხელებო, მე ვარ ნათია შაი და მას შემდეგ ვისაც არ გაქვს გამოწერილი ეს არხი და გამოიწერთ ამ არხს, ეს არხი გახდება თქვენი არხიც. დღეს მინდა შემოგთავაზოთ პროგნოზი, უფრო ინფორმაცია საქართველოს შესახებ ბედის მატრიცის მიხედვით. გადავწყვიტე, რომ გავაკეთო განხილვა საქართველოს შესახებ და სათითაო ენერგიაზე ჩავწერო თითო ცალკე ვიდეო. დღეს პირველად განვიხილე კარმა. რა არის საქართველოს კარმა? მე მოგიყვებით ამას, მე გაგაცნობთ ამ ინფორმაციას და ძალიან მაინტერესებს და დაველოდებით თქვენგან შეფასებას, ეთანხმებით თუ არ ეთანხმებით, რეზონინდა თუ არ რეზონინდა ეს ინფორმაცია. საქმე იმაშია, რომ ესეთი ენერგია წამოვიდა კარმასთან დაკავშირებით, რომ ნახეთ როგორ მინდა წარმოიდგინოთ, რომ ქვეყნის კარმას ქმნის ქვეყნის ამ ქვეყანაზე მაცხოვრებელი მოსახლეობა, ხო? თუ ჩვენ ერთი პიროვნება ქმნით ჩვენი თავის კარმას, ქვეყნის კარმას ქმნის ერი. ამ ქვეყნის ერი, ქართველები. და ეს ენერგიები აჩვენებს, რომ ამ ქვეყანას და დამეთანხმებით ალბათ ყველა, რომ ქონდა ძალიან დიდი ისტორია, ძალიან დიდი ტრადიცია, ძალიან დიდი კულტურა, ძალიან დიდი რწმენა, ძლიერი ფესვები, ძლიერი საძირკველი და სამყარო ითხოვდა, რომ ეს ქვეყანა მის შთამომავლებს, ხო, ამ ქვეყანაზე ცხოვრობენ ადამიანების შთამომავლებს შეექმნათ ძალიან ძლიერი, განვითარებული, წარმატებული და ასე შემდეგ. მაგრამ ვერ გააკეთა ეს და წამოვიდა ენერგიები. გადაუხვია ყველაფერ ტრადიციებს, ანუ ნახე რა მოდის პირდაპირ დასამუშავებლად, რომ ჩვენ, მოდი ვიტყვი ესე, ხო? იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ტვირთი, ჩვენი შეცდომა განვითარების და ცხადია, რასაც ვამბობ, მიუხედავად იმისა, რომ მრავლობითია ეს, ხო, ბევრი ვართ, ხო? ერთი არ ვარ მე, ერი არის მრავლობითი რიცხვი, მოსახლეობა არის მრავლობითი რიცხვი, მე მინდა რომ ეს ყველაფერი გავითავისოთ, მეც შენც ვინც უყურებ ამას და თუ ყველა შევცვლით და დავამუშავებთ ამ კარმას ქვეყნის სადმე მიმართებაში, ხო, გამოსწორდება და გვეშველება. მაშინ ასე გავიაზროთ ერთი რამ, რომ ჩვენ, ანუ მე პირადად და ჩვენ საერთოდ ერმა მივატოვეთ, გადაუხვიეთ საერთოდ ჩვენი ქვეყნის ტრადიციას, კულტურას, რწმენასაც. მე მინდა ამას ძალიან ესე ღრმად ჩავღრმავდე, იმიტომ რომ აი ამ კარმაში, ანუ სამი ენერგიით იკითხება კარმა, ძალიან ესე მნიშვნელოვნად არის გამოკვეთილი, რომ რწმენა და შეიძლება ვინმე შემედაოს, რომ ძალიან ბევრი მრევლი ყავს ეკლესიას, მე მინდა ძალიან ხაზგასმით გავთქვა ეს, გინდა მეთანხმეთ, გინდა არ დამეთანხმეთ, მაგრამ რწმენა არ ნიშნავს ეკლესიურობას, მაგრამ არ გამორიცხავს ეკლესიურობა რწმენას, ცხადია. ხომ? მექანიკურად მეტანიების კეთება, მექანიკურად წირვაზე და ლოცვაზე დასწრება, მექანიკურად გავუაზრებლად მარხვის დაცვა, მექანიკურად აღება ლოცვა და კითხვა ხო, როგორც წიგნის ლოცვების, ეს არ არის საერთოდ რწმენა. რწმენა ეს არის უფალთან კავშირი, რწმენა ეს არის უფლის სიყვარული, რწმენა ეს არის მორალურობა, ხო? და რწმენა ეს არის ნდობა და უფლის ენერგიებში შესვლა. ეს ძალიან მოკლედ ესე რა ვთქვათ. ამ ყველაფერზე გვაქვს უარი ნათქვამი, ჩვენ დავიწყებული გვაქვს და საერთოდ კავშირი არის გაწყვეტილი ჩვენს კულტურასთან, ჩვენს ისტორიასთან, ჩვენს მიმართულებასთან, იდეოლოგიასთან, ხო? მკვდარი არის საერთოდ დემორალიზებული არის და ჩაკლული არის პატრიოტიზმი, რაც იყო და გამოკვეთილ ხაზად გასდევდა ჩვენ ქვეყანას. თუმცა მე მინდა ვთქვა, რომ ჩემდა გასაკვირად მართლა ძალიან გაოცებული ვარ, აი ძალიან
ახალ თაობაში ხო აი ახალგაზრდებში შეიძლება თქვა კიდევაც ბავშვებში რაღაც თავისთავად თითქოს იფეთქა ამ გრძნობამ და ეს იმედის მომცემია. თუმცა მაინც ვიტყვი რომ აი ყველა თაობა ახლა ვინც ვართ ხომ ეს გაგვდევს რომ ამ ყველაფერთან კავშირი გავწყვიტეთ ჩვენ, დავივიწყეთ ვინ ვართ და რანი ვართ და საიდან მოვდივართ. შემდეგი დასამუშავებელი ეს არის მე ვარ მართალი. მე ვარ ყველაფრის მცოდნე. გეცნოთ ხო ეს ქართველური ისა მე ყველაფერი ვიცი და ამ პარტავნობა ის რომ უიმე როგორ შეიძლება ვინმე რამე მასწავლოს, როგორ მჯობია სხვა არა, მე ყველაზე მაგარი ვარ, მე ყველაზე მცოდნე ვარ და არათუ ჩემი ისტორიიდან ავიღო რაღაცა მაგალითი ხო, ჩემი ვიღაცა გმირისგან, პოლიტიკოსისგან, მოღვაწისგან, ხელოვანისგან და ასე შემდეგ, ანუ არც სხვისგან ვიღებ, არც ჩემგან, მე ვიცი, მე ვარ ყველაზე მაგარი, მე ვარ ყველაზე ნიჭიერი და მე ვარ რაც ვარ. ეს დასამუშავებელი გვაქვს. კიდევ ერთხელ ვიტყვი. ნუ გადააბარებთ ამას, რომ აი ეს ერისაა და მე ცალკე ვარ და ერი ცალკეა. მეც ვარ იმ ერში და ყველამ გავიაზროთ ეს და დავამუშაოთ ჩვენი თავი. ჭორაობა. ჭორებზე აყოლა. ჩვენი კარმაა ჩემოკარგებო და ქართველები ვიჯერებთ ნამდვილად, აგერ სულ ეხლა ისტორია სულ არ არის, დღეს ცხოვრობთ იმაში, რომ ჩვენ ერმა დაიჯერა ჭამა, ყლაპა, ბევრი ტყუილი, წამოეგო ბევრ აფიორას, ხომ, აი ეს გაგვდევს, ამის მსხვერპლები ვართ, მოვტყუდით, დავიჯერეთ ჩვენც ბევრი დავამატეთ ხო აი ეს ჭორაობის თემა ძალიან ხაზგასმით არის მეორე მხრივ სკეპტიციზმი რომ აი რაღაცა არა ეს არ გამოვა ეს ჩვენ არ შეგვიძლია ეს ცხოვრობს ჩვენში ჩვენ კაცს ამას როგორ მივახცევთ ჩვენ ამას როგორ გავაკეთებთ ჩვენ თან ერთის მხრივ აი რაღაც ორი ფსიქოლოგიაში ვინც ფსიქოლოგია იცის და გატაცებულია მიხვდება რაზე ვლაპარაკობთ ეს არის გაორებული ცნებები ერთის მხრივ ყველაზე მაგრები ვართ ყველაზე წარმატებულები წარჩინებულები ყველაფრის მცოდნეები მეორეს მხრივ არა ეს არ შეგვიძლია საუცხოა ყველაფერი კარგი და ჩვენ არაკაც ამას როგორ შევძლებთ თან ყველაზე მაგარი უცხოა და თან ჩვენ ვართ ყველაზე მაგრები. ჯანყი აჯანყება ყველაფერ იმისადმი, დაუმორჩილებლობა ყველაფერ იმისადმი, რაც არის კანონიერი, რაც არის წესი, კანონი, მოთხოვნა, ხო, აი რაღაცა ფორმალობა, რაღაცა გეგმა, სტრუქტურა, აი ამის მიმართ უპატივცემლობა. პირიქით ამას ვამაყობთ კიდევაც, რომ ჩვენ კარგად ვარღვევთ კანონებს, არ ვართ კანონმორჩილიერი, ესეც ჩვენი კარმა არის. რწმენაზე ვისაუბრე და სულ მინდა ხშირად მინდა ვთქვა, რომ ეს რწმენის საკითხი სამივე ენერგიაში ისე მკაფიოდ არის, რომ ჩვენ დაკარგული გვაქვს რწმენა. ამ ყველაფრისადმი, უფლისადმი განათლება, სწავლა, ცოდნა. ეს არის კიდე ერთ-ერთი მინუსი და კარმა ჩვენთან დაკავშირებით, რომ ჩვენ აი რაღაცა აი კი ყავს ერთეულები განათლებული ადამიანები, წარმატებულებიც, მაგრამ ზოგადად გადახედეთ რა დღეშია, უკვე წლებია საქართველოში განათლების სისტემა და ჩვენი განათლება სავალალო დღეშია. გვაქვს კონკურენციის შიში. ნახე, არ ვიღებთ არაფერს კარგს, რაც არის
სხვაგან, იმიტომ რომ გვაქვს კომპლექსი, რომ მე მას ვერ შევძლებ და კონკურენციაში თუ შევედი, უიმე, არა კაცო, დამჩაგრავს, ცუდად გამოჩნდები რაღაცა, ამიტომ უარყოფთ ყველაფერ კარგს. ეს შეიძლება პიროვნებასაც ეხებოდეს, პიროვნულადაც. მე არ მინდა მაგალითები მოვიყვანო, რომ მე არ დამწამოთ რაღაც პოლიტიკური შეხედულებები, თუმცა ვინც მე მიცნობს ძალიან კაფიად, ძალიან ხისტად და ძალიან თავისუფლად გამოხატავ ჩემ პოლიტიკურ შეხედულებებს. უბრალოდ ეხლა აქ არ მინდა ეს მაგალითები მოვიპოვო, მაგრამ თქვენ თვითონ გაიხედეთ. ჩვენ ვერ ვიტანთ წარმატებულ ადამიანს ჩვენს ქვეყანაში, ვერ ვიტანთ ნიჭიერ ადამიანს ჩვენს ქვეყანაში, ვერ ვიტანთ განათლებულ ადამიანს ჩვენს ქვეყანაში და ჩვენ ვერ ვიტანთ თუ ჩვენზე განვითარებული ქვეყანა რამეს მიგვითითებს, გვასწავლის, კარგი უნდა ჩვენთვის, მაშინ კონკურენტად აღვქვათ და ღიზიანდებით იმის მაგერთ რომ მეგობრად აღვქვათ და გამოვიყენოთ მათი ეს რჩევა თუ დახმარება. სამაგიეროდ ჩვენ ვეგუებით ჩვენზე ასე ვთქვათ, ნახე, მე ხო არ დაილევა უკეთესი ხო? ძალიან კარგად ვეგუებით ჩვენზე დაბალი განათლების მქონე ადამიანს, ტლუებს, ხიხოებს, განუვითარებლებს, უკულტუროებს, ხო, უზრდელებს. ამას ყველაფერს ძალიან კარგად ვეგუებით. ასევე ჩვენზე დაბალ განვითარებულ ქვეყნებთან მშვენიერი ურთიერთობა გვაქვს და გვინდა რომ გქონდეს კარგი ურთიერთობა, ოღონდ ჩვენზე კარგი ნუ იქნება, თორე მაშინვე ის გვენთება წითელი რომ აიმე კონკურენციაა და რაღაცა რა გვეშველება. სერიოზული კარმა და დასამუშავებელი თემა ოჯახი როგორც მე პიროვნები საქართველოს მოქალაქის ოჯახი, ანუ ადამიანებს მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის დღეც კი დავნიშნეთ. ხო და ამის ადგილძელებს კარგად ვსვავთ და აუცილებლად ვსვავთ და ესეთი ტრაფალეტურად ოჯახი და მთელი ამბები სადღეგრძელოს დონეზე შინაგანად ოჯახის თემა რაც არის ცნება, ხო, მე მგონი არ აღირს ახლა რომ ჩამოყვერა არის ოჯახი, ეს უნდა იყოს სიწმინდე ოჯახი, ერთიანობა, სიძლიერე, პატიოსნება და ასე შემდეგ. ძირითადად ეს არ არის, მორღვეულია ოჯახის ცნება საერთოდ და თუ მთავრობაზე გადავალთ, მთავრობას არ აქვს აბსოლუტურად აი ეს შეგრძნება, ეს კარმა, რომ ეს ქვეყანა როგორც ოჯახი ისეთია, ისე უნდა მართოს, ისე უნდა იზრუნოს მის მოქალაქეებზე, ხო ისე ააშენოს, გაალამაზოს, გააფერადოს, ააყვავოს, ასწავლოს, ხო, გაიზარდოს, აი ოჯახი როგორც ოჯახის წევრებზე ზრუნავ, ისე შენ ქვეყანაზე იზრუნო და კიდევ ერთხელ ვიტყვი, თუ ვინმე გამოგვერია, რომ ამას აკეთებს, უიმე ესე იგი ჩვენზე ძლიერია, ჭკვიანია, განათლებულია, შემძლეა და ვერ ვიტანთ, ვერ ვწვით. ამ კარმულ წრეში დავდივართ და დავდივართ. პრეტენზია მუდამ რომ სხვას ვაბრალებთ ყველაფერს, ყველა მთავრობა ცუდია, ყველა საშინელება, ყველაფერი სხვისი ბრალია. წყენების დაგროვება, ძალიან დიდი წყენაა ქვეყანაში დაგროვებული. ბოღმა და შური არის ძალიან დიდი და ეს ენერგია ძალიან ამძიმებს ამ ქვეყანას. საერთოდ კიდევ ერთხელ გავუსვა, იმიტომ რომ ეს ორ ძირითად ენერგიაში მოდის, წყვეტა გვაქვს ხალხო ჩვენს წინაპრებთან. საერთოდ არ გვაქვს გააზრებული, ვინ ყავდა, ხო? ილიაში თამამავლები რო ვართ, არ მინდა აქეთ თქვა, იმიტომ რომ ახალ ისტორიაში რო თქვა, არ მინდა ამ ვიდეოში რაღაც პოლიტიკური ჩემ განწყობები ჩანდეს. ხო, აი უფრო იქით რო წავიდეთ, ხო? ილია ყავდა, ქაქუცა ჩოლოყაშვილი ყავდა. მარო მაყაშვილი ყავდა და ასე და ასე. შემდეგ აი წვეტა აღარა გვაქვს ის შეგრძნება, რომ იმისი შვილი ვარ, იმისი ნაწილი ვარ, იმისი სისხლი მიჩქებს, იმისი ძვლები ვარ, იმისი ჰაერი ვარ, იმისი სუნთქვა ვარ, იმისი ენერგია ვარ, მათი და ჩემშიც არის ესეთი გმირობა, ესეთი შესაძლებლობა, ესეთი ნიჭი, ესეთი ძიჭკვიანე, ესეთი ცოდნა, მე შემიძლია ვიყო ესეთი გაბედული, მე შემიძლია ესე მიყვარდეს სამშობლო, მე შემიძლია, მეც ისა ვარ, იმისი შვილი ვარ.
ხო, არა, ეს წვეტა გვაქვს, რომ ესე გონია, რომ ეს რაღაცა მითები იყო სადღაც შორს და ჩვენ რაღაცა სხვა, აბა ჩვენსაც შეგვიძლია, ჩვენ დაბეჭავებულები ვართ კაცო, ჩვენ ვიღაცის ვასალი უნდა ვიყოთ, არა, ჩვენ სად როგორ ანაირად და საერთოდ უკვე ძალიან აშკარად ჩანს, რომ ისინი კაცო სულელები იყვნენ, რა შეეწევნენ რატორისთვის. არ ჯობია დანებდე და ღვინის და პურით გამომასპინძლდე კაცო მტერი თუ შემოდე ის არ დაგარტყავს, არ მოგკლავს, არ გაგაუპატიურებს, არ არის საჭირო ბრძოლა ესეთი მდგომები. და ჩვენს კარმაში არის კიდე ერთ-ერთი ძალიან მძიმე ენერგია, ეს არის მე-15 ენერგია, ეშმაკის ენერგია და ეს ძალიან იგრძნობა, ეს არის აგრესია. ეს არის აგრესია მთავრობის თავის ქვეყნის მიმართ, ხო, თავისი მოქალაქეების მიმართ, ძალადობა, მღალატი, უხეშად კრიტიკა, ხო? აგბუჩად აგდება, ეს ენერგია არის მთავრობისადმი თავის ერის ესე მოქცევა, რომ მოატყუოს, გააბითუროს, ფოკუსი ჩაუტაროს, ტრიუკები ჩაუტაროს, ხო? გააცუროს, დასწამოს სიბინძურე ჭუჭყი, დააბრალოს და მე გამოკვეთილი არის კიდე ამ კარმაში მატერიალიზმი. ოღონდ მე გავმდიდრდე, ოღონდ მე ფული გავაკეთო და ქვაქვაზე ნუ დარჩენილა. არც ვიღაცის სიცოცხლე მენახვლება, არც ვიღაცის ჯანმრთელობა მენახვლება, არც ვიღაცის მენტალობა მენახვლება, არც განვითარება მენახვლება, არც ტერიტორია მენახვლება, არც რწმენა მენახვლება, არც წარსული და არც მომავალი და არც აწყვა. ოღონდ მე გავმდიდრდე და აი სხვა ვინ როგორ იქნება, ვიღაცა მშიერი მოკვდება, ვიღაცა წამლის გარეშე მოკვდება, ვიღაცა არა სრულფასოვანი ჯანმრთელობის სისტემის გამომოკვდება, ვიღაცა ცოდნას ვერ მიიღებს, თუ შესწირდება, თუ მშიერი იქნება, თუ ისტორიული ძეგლები ჩამოგვენგრევა, თუ საერთოდ რა მოხდება, არ მანახლებს, ოღონდ კი მე გავმდიდრდე. აი ეს არის ჩემო კარგებო, ჩვენი ქვეყნის კარმა, მე თუ მკითხავ ეს ვიდეო მრავალჯერ მოსასმენია, მე თუ მკითხავ ეს ვიდეო აუცილებლად გასაზიარებელია, რომ ბევრმა ადამიანმა ნახოს, იმიტომ რომ 10 ადამიანმა ერთბაც რომ დაიწყოს ამაზე მუშაობა, ამის გააზრება, ჩვენ ქვეყანას ძალიან წაადგება. მე როგორც შეგვპირდით, გავაგრძელებ მის შესახებ ვიდეოების ციკლის ჩაწერას და ნახოთ სხვა ენერგიებიც რა ხდება ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებით. მე მსურს რომ შემდეგი ვიდეო იყოს ამ წლის პროგნოზი, თქვენ რა სიტყვით გავაკეთოთ თუ არა ეს ვიდეო, იქნება თუ არა საინტერესო ჩვენი ქვეყნის წლის პროგნოზი, ოღონდ ეს არ არის მკითხაობა, ეს არის შესაძლებლობები, რა შესაძლებლობები გვაქვს, რა ენერგიები მოდის, რაზე უნდა გავფრთხილდეთ, რა საშიშროების წინაშე ვდგავართ და ასე შემდეგ და როგორ მოვიქცეთ, რომ ეს წელიც კარგი იყოს და ამ წლიდან გამომდინარე შემდეგი წელიც უფრო კარგი იყოს და კარგი ენერგიებში ვიყოთ. მე დაგემშვიდობებით შემდეგ ვიდეომდე, თქვენი ნათია შაი, დიდი სიყვარულით და მინდა ჩემ ქვეყანას უსურვო, აუცილებლად გამარჯვება, აუცილებლად გამთლიანება და ბევრი, დიდი, უსასრულოდ დიდი სიყვარულის ენერგიის ყოფნა ქვეყანაში ეს ძალიან გვაკლია, იმიტომ რომ აი ზუსტად ეს კარმა არის ძალიან აბუფუქრებული, აი ეს უხეში კრიტიკა, ძალადობა, სიბინძურე, დაბრალება ერთმანეთზე რაღაცეების, ხო, ჭორაობა, ჭორებს აყოლა, იმიტომ რომ აი ეს ხო საერთოდ ეს ხდება უკვე რამდენი წელი არის, ხო, რა ვიცი, მე რაც თავი მახსოვს, კრემლში გამოცხობილი, ასე ვთქვათ, ჭორს გამოაცხობენ, რაც აწყობს, ამას შემოაგდებენ და ჩვენ ამას ვყვებით, ვიჯერებთ და ვყვებით და საერთოდ დემორალიზებული გახდა ამ ჭორების აყოლით ჩვენი ქვეყანა და ძალიან ბევრი რამე დავკარგეთ, რასაც მე გავიაზრებთ თუ ვიქენით და იმედია ვიქენით, როგორც ერი და სახელმწიფო, მე გავიაზრებთ ამას, რომ აი ამ ჭორების აყოლამ, ამ სიძულვილმა ამ კარგის ვერატანამ, სამაგიეროდ ტყუილების ყლაპვამ, სადამდე მიგვიყვანა. თუმცა არაფერი არ არის გვიან, ყველაფერი შეიძლება გამოვასწოროთ ახლა და ზუსტად ამიტომ წერამ ვიდეოს, რომ გამოვასწოროთ.
და ჩვენი კარმა დავწვათ ქვეყნის კარმა. შემდეგი ვიდეო ცხადია, რაც თქვი, იქნება 2025 წლის პროგნოზი საქართველოსთან დაკავშირებით და თქვენს კომენტარებს ველოდები. ძალიან ველოდები, გამოიწერეთ არხი, გააქტიუროთ ზარის ღილაკი, რო არ გამოგჩეთ სიახლეები, ძალიან მიყვარხართ. მომავალ ვიდეომდე.